კიდევ ერთხელ გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ საქართველოს განათლების რეფორმაზე და სისტემაზე ვისაუბრებთ და სტუმრად ყავს საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე ქალბატონი მანანა ნიკოლაიშვილი. მოგესალმებით, გამარჯობა ქალბატონი მანანა. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს და რადიოს სანამ მოვიდოდი გადაცემაში მოვასწარი, მოვუსმინე, რომ საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო და ამან გამოიწვია, ესეთი დადებითი მუხტი საზოგადოებაში. თქვენი აზრი მაინტერესებს. ხო, მეც იცით საღამოს ვნახე Facebook-ზე და არის სურათები და ერთი ამბავი ბატონ ბიძინა ივანიშვილის სურათები და პირველად საქართველოს ისტორიაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არის უფასო, ასეთი წარწერი. რატო ჩვენ დროს უფასო იყო? რა თქმა უნდა, ჩვენ მე უფასო დავამთავრე უნივერსიტეტს. მეც უფასო დავამთავრე, ბიუჯეტი აფინანსებდა ჩვენ სწავლას. მოდით ახალგაზრდობა ნუ შეყავს შეცდომაში საქართველოს ისტორიაში 7 ათეული წელი სწავლა კომუნისტების დროს სწავლა იყო უფასო. რაც შეეხება საბაზრო ეკონომიკაზე რომ გადავედით, შემდეგ ასე იყო და დღეს მონაცემებითაც 100%-იანი გრანტები ხო არსებობს ქალბატონო ნინო? 100%-იანი გრანტი. რას ნიშნავს 100%-იანი გრანტი? აფინანსებს სახელმწიფო. 70%-იანი გრანტი ხომ არსებობს? ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო. ღირებულების 70%-ს აფინანსებს სახელმწიფო. 50%-იანი გრანტი ხომ არსებობს და აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ასე რომ აი ახლა კარგად დამიგდეთ ყური. რა ხდება ქალბატონო ნინო? გრანტები მოიხსნა. გრანტი აღარ იქნება. აი სტუდენტები ეხლა რომ ემზადებიან ბავშვები, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს და იმას, აი ამიფეთქეს ტელეფონი, რაც ეს მეთქი რა დაემართათ ამ ხალხს და ჟურნალისტები ცალკე მირეკავდნენ. მე არ ვიყავი საქმის კურსში, ტელეფონში არ ვიხედები დღის განმავლობაში, როცა სამსახურში ვარ, თან დღეს სახლშიც დამრჩა და მე რომ მოვედი სახლში ვნახე და ასეთი სურათები, რომ აი სწავლა უფასო გახდა და არა ჩემო ძვირფასებო, სწავლა კი ბატონო სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს, მაგრამ გრანტი აღარ იქნება. გრანტი მოხსნეს, არც 100%-იანი იქნება, არც 70%-იანი, არც 50%-იანი. და გრანტი, რადგანაც არ იქნება ქალბატონო ნინო, ვერ მოიპოვებს ის სტუდენტი და ვერ წაიღებს იმ გრანტს, რომ მოიპოვებდი. შენ სადაც გინდოდა, გიდა სახელმწიფო უნივერსიტეტს შემოხაზავდი, გიდ კერძოს. ეხლა ეს გრანტი არ იქნება, ვერსად ვერ წაიღებს კერძო უნივერსიტეტებში გრანტი არ იქნება, მაგრამ ეხლა ეს ხელისუფლება რომ გაზეიმებთ, ადგილები გამოაცხადონ. ხომ იციან სახელმწიფო დაკვეთა რაც იქნება? და თუ დღეს მონაცემებით ეს არ იციან და ამბობენ რომ ბაზარს ვიკვლევთო, შრომის ბაზარსო. ამას წინებზე წავიკითხე მე ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკის დეპარტამენტის გვერდზე იყო გამოქვეყნებული და ასევე ისა ვიკლიეთო ჯერ ერთი ეს შრომითი ბაზრის კვლევა ძალიან სერიოზული პროცესია, მინიმუმ 1 წელი უნდა და შემდეგ მონაცემების დამუშავებას კიდე და ისა რა ქვია გამოვიდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და ის და ვიკლიეთო და ყველაზე მეტი მონაცემებიო ოფის მენეჯერებზეაო და ოფის აი დივნის ფუნქციას რომ ასრულებს და ეგ მაგას უნივერსიტეტი არ სჭირდება, მაგას პროფი ამზადებს, მაგ სპეციალისტებს. ეს კარგად უნდა აუხსნათ ხალხს, რომ საზეიმოდ მაშინ გვექნება საქმე, როცა გამოვა ხელისუფლება და გამოაქვეყნებს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც იქნება გამოცხადებული
ბავშვები რეგისტრაციას ქალბატონო ნინო და თქვენ მსმენელებს ტელემაყურებელს რაზე აკეთებენ რეგისტრაციას? პროგრამებზე კეთდება რეგისტრაცია, ანუ რა სპეციალობაზე აბარებ შენ? აი იმ პროგრამების გადარჩევა ხდება სამინისტროში და ჩამოწერილი აქვთ რა პროგრამებზე არ გამოცხადდება ადგილები, ანუ სახელმწიფო დაკვეთა არ იქნება, იმიტომ რომ იტყვიან კი არა ესია შრომითი ბაზარზე არ არის მოთხოვნილება, რაზეც გამოცხადდება, ხომ? ჯერ ერთი პროგრამებიც იქნება შეკვეცილი, რაოდენობა და დასახელება და რაც გამოცხადდება, იქ ადგილების რაოდენობა იქნება შეკვეცილი. კარგად ავხსენეთ ეხლა ჩემს მაყურებელს და მსმენელს, რას ნიშნავს ეს? რომ სახელმწიფო გეუბნება, რომ მე ამ წელს მინდა სიტყვაზე ვამბობ 2000 სტუდენტი და მეტი არა? არა, 2000 არა, მაგალითად ავიღოთ რო გაიგოს. მაგალითად მე მინდა სახელმწიფო დაკვეთა იტყვის, რომ 100 იურისტი. მეტი არ მინდა. ან 50 იურისტი, ბაზარი გაჯერებულია. ეხლა ესეთი კითხვა მაქვს, ნახეთ, აი მე ეს იურიდიული გაცილებით, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბოლო გამოშვება ვიყავით უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის და ჩვენს მერე გახდა უკვე ფასიანი სწავლა და ირაკლი შაფაკიძე გვეუბნებოდა, რომ თქვენ გაგიმართლა და თქვენს მერე უკვე ფული უნდა გადაიხადონ სწავლაში. რა მაინტერესებს? აი მე ვარ აბიტურიენტი და მივიღე უმაღლესი განათლება. უმაღლესი ქულები. როგორ ხა მე ტყვის ხელისუფლება რო არ მჭირდები? აი ეგრე აშუაში ეს ძალიან ცუდი მაგალითია. არა, ვინც მიიღებს მაგას რამდენი იღებს? იღებს თითო ოროლა. და გამსვლელი ხო იქნება? და დანარჩენი გარეთ უნდა დარჩეს? ხო და აი გამსვლელი რა იქნება? არაფერი, იქნება მცირე ადგილები და იქნება ძალიან მაღალი კონკურსები. მივმართავ ეხლა აბიტურიენტებს და მათ ოჯახებს. იქნება ძალიან მაღალი კონკურსები, დაგჭირდებათ მაღალი ქულები. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებით გარეთ. მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების მისაღებ წესებში რა იცვლება, როგორ იცვლება, ეს არა, როგორ აკეთებენ, იცი ნაბიჯ. ჯერ ერთი ეს კონცეფცია გამოქვეყნდა 4 ფარატინა გვერდზე და მას არ ქონია რეალიზაციის გეგმა და ჩვენი მინისტრი ამბობს გუშინ თქვა თუ ისა არ ვიცი თუ მაქვს წამოღებული ის ციტატა თუ არა და ზეპირად მახსოვს 3-4 წელშიო ჩვენო გავწერთო პროგრამასო მაშინ როდესაც კონცეფციას როცა წერ მას უნდა მოაყოლო პაკეტი კონცეფცია რეალიზაციის გეგმა უმაღლესი განათლების კანონში და ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი ეხლა შეიტანეს ესენი არაფერი არ არის და აი ესე გზადაგზა მიყვებიან ამ საქმეს აკეთებენ ჩუმად შეიძლება ითქვას იმიტომ რომ აკადემიურ წრეებში არ მიმდინარეობს განხილვა რექტორებმა არ მოაწყვეს ამის განხილვა და მე იცით რა მიყვირს მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩვენი დედა უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბატონ ჯაბა სამუშიას მივმართავ და სამუშიას გადავდოთ აქეთ გვერდზე რა მე მივმართავ ჩვენი დედა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს ასე გადააგვარა სააკაშვილმა ასე გაწმინდა ასეთი სტერილიზაცია გაუკეთა ჯავახიშვილის უნივერსიტეტს რომ ხმას არ იღებთ ეხლა თქვენთან რომ მოვდიოდი არ დავასახელებ გვარს უბრალოდ არ ამიღია იმ კაცისგან ნებართვა საქართველოში კი არა სოფლიოში ცნობილმა აკადემიკოსმა დამირეკა უნივერსიტეტელმა და რატომ არ იღებთ ხმას მეთქინ და არავინ არ მოიღებს ხმასო რატომ მეთქინ და ყველას გონიაო რომ თვითონ დარჩებაო საიდან დარჩებით ხალხო სტუდენტების ადგილები რომ გამოცხადდება და პროგრამების ადგილები რომ გამოცხადდება მერე უკვე გვიანი იქნება თუ სტუდენტთა ადგილები მცირდება პატივცემულო პროფესორებო და აკადემიკოსებო თქვენი რიცხვი არ შემცირდება
ბაკალავრიატი ქალბატონო ნინო 4 წელი რომ იყო და 3 წლამდე რომ დაიყვანეს 25% არ მცირდება? ხომ მცირდება? 4-დან 1 წელი მოაკლეს 25% მცირდება. მაგისტრატურა რო 2 წლიანი იყო და 1 წელზე რო დავიდა 50% არ მცირდება? ხომ მცირდება? და ძალიან მარტივად შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა. პროფესორ მასწავლებლებმა და არა მარტო პროფესორ მასწავლებლებმა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, ეს ეხება ყველა ოჯახს. ამ ხელისუფლებას უნდა მოთხოვოს ყველა დოკუმენტის პროექტის გამოქვეყნება. ისე კი არა, თავისი უმრავლესობა ყავს იქ, ეს ხელშემწყობი ოპოზიცია, ეს დანიშნული ოპოზიცია. თორე როგორ შეიძლება ქალბატონო ნინო გამახსენეთ 66 მანდატი არ ქონდა ოპოზიციას მოპოვებული? ჯამში? აი 66 მანდატზე შეიძლება იმის თქმა, ეხლა იქ წამოიწყებდნენ საპროცედურო ომს. იქ რო იყოს 66 დეპუტატი, მაგრამ მაგად განათლება არ ანაღლებთ. ის ზალები, ვინც გაიმარჯვა და პარლამენტში შედიოდა და რომ არ შევიდნენ, იმათმა დააქციეს განათლების სისტემა. და ესენი ეხლა აგვირგვინებენ. მოდით ქალბატონო ნინო, თქვენ არ გიყვართ შევარდნაძე, მაგრამ მე უნდა დავიწყო ცოტა წარსულიდან. იმიტომ რომ აი ახლა ხდება ის ახლა ხდება და რა ხდება? რა ხდება? ნახეთ, კაია თუ რამე კარგი აქვს გაკეთებული. კარგი იცით რა აქვს გაკეთებული? აი ეხლა რაც უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთებულიყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, 90-იან წლებში. მერე მოვედით 2000 წელსაც ხომ იყო პრეზიდენტი და ბოლო წლებში ძალიან რო გაუჭირდა. მე სულ ვაკრიტიკებდი. მე არასოდეს არ ყოფილვარ დაუშვათ მისი პოლიტიკის, არც სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის მომხრე და არც სუფთა პოლიტიკის მომხრე. სულ ვაკრიტიკებდი, მაგრამ როდესაც ეს ახალგაზრდა ეგრეთ წოდებული რეფორმატორები ებრძოდნენ, მაშინ თურმე ადევნებდა ჩემ შრომებს, ანალიტიკურ სტატიებს, ინტერვიუებს ყურადღებით კითხულობდა თურმე როგორც აღმოჩნდა და ნახეთ როგორი ჭკვიანი კაცი იყო. კონკრეტულ საკითხზე მუნიციპალური სკოლის დებულება გადიოდა და ის რომ დაემტკიცებინათ თბილისის განათლების სისტემას წაართმევდნენ ეს ახალგაზრდა რეფორმატორები და უფრო ადრე დაამხობდნენ, გაფიცავდნენ მთელ სკოლებს და იმას და შექმნიდნენ უმართავ სიტუაციას. და მე დავწერე ამ მუნიციპალური სკოლის დებულების კრიტიკა და ამას ეს 2 თუ 3 ნაწილად გამოვაქვეყნე საქართველოს რესპუბლიკაში და წაუკითხავს ეს ამ პრეზიდენტს და მე ერთი თვე დაიცადა. ანუ ადევნებდა თვალყურს ის ახალგაზრდა რეფორმატორები და მათი ვასიკო მაღლაფერიძე იყო მათი ასე ვთქვათ იმ პროექტში ჩართული როგორც განათლების ექსპერტი და კიდევ სხვადასხვა ხალხი ეს რა ვიცი თევზაძე და ისინი და ვერავინ ამ რეფორმატორებმა და იდეოლოგებმა მე პასუხი ვერ დამიბრუნეს და თურმე ამისთვის ჩემზე მეტად მას მიუქცევია ყურადღება და ერთი თვის მერე რადიო ინტერვიუთი გამომეხმაურა პრეზიდენტი. მაგის შემდეგ დამირეკეს და გამოგიძახებთო თბილისიდან არ გასულხარდო. არ გახვიდეთო. და ნახეთ რა მომიყვა. იმის შემდეგ ქონდა ჩემთან შეხვედრები. ჯერ ერთი მომცა ესეთი საინტერესო დავალება პრეზიდენტმა რომ დამიწერეო როგორც ექსპერტმა დასკვნაო ჩემი მმართველობის პირობებში განათლებასა და მეცნიერებაში რა გაფუჭდაო. ხო და მეოთხარი თუ იცით ბატონო პრეზიდენტო რომ თუ აფუჭებთ, მაშინ რატო აფუჭებთო და აი რა მითხრა. ბევრი რაღაცაო, მოკლედ როგორ დგას საკითხი, იცი? აი პურის მარაგი რო გეწურება, შადმამვალავი ეუბნება მუშტის დარტყმით, შევარდნაძეს ხორბალი არ შემოვა საქართველოში, გაანახევრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. შემდეგ სკოლები შემცირდა, მაგრამ თქვენ ხო იცით, ეს მაინც იცით ხო? მიშა შევარდნაძის დროსაც შემცირდა სკოლები და ბაგაბაღები, მაგრამ მიშა რომ მოვიდა 1020 სკოლა დაახურინეს მიშას. ვინ? ამ საერთაშორისო
ორგანიზაციებმა 1120 სკოლა. და რამდენი დარჩა? 54%-ია სკოლები შემცირებული სულ ერთად რო შევაჯამოთ. და ბაგაბაღები 60%-ზე მეტია შემცირებული და რაც იყო დარჩენილი 1250 ბაგაბაღი შევარდნაძე შეამცირებინეს და მიშას იმაზე მეტი. ხო და რომ მიუტანე ეს დასკვნა მეორეჯერ რომ შევხვდით საერთოდ განადგურებულია მეთქინე სტატისტიკით ყველაფრით დასაბუთებით ხო და მეო კიდევ ბევრ თქვენ მე ვკითხე ესეთი რაღაცა რატო აჭაობებთ მეთქინ ბატონო პრეზიდენტო სიტუაციას და რას ნიშნავს დაჭაობებაო რას გულისხმობთო მკითხა და აი არაკეთებთ სწრაფად რეფორმებს საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ რომ უფრო სწრაფი ტემპით მე მაშინ არ მქონდა იმხელა ინფორმაციაც არ მქონდა და მე მართლა გულწრფელად მეგონა რომ აი რეფორმა პროგრესისკენ წისვლას ნიშნავს. გაეცინა პრეზიდენტს და მითხრა, მანანაშვილო, მითხრა, იცით რა პროექტებიაო და რას ვაჭაობებო? თქვენ სიტყვას დავესესხებიო, მომეწონა ეს ჩემი შეფასებაო და მე მეუბნებიანო, მიდევს პროექტიო. ადგა, გამოაღო თავის კაბინეტში იქეთ კარადა ქონდა და გამოაღო და გამომიტანა აი ამხელა პროექტი გაწერილი და დადო. და მეცნიერებათა აკადემიაო დაშალეო როგორო მე უთხარიო პრეზიდენტი და დაწვრილებით დაუდეს პროექტი რომ მეცნიერებათა აკადემია უნდა დაეშალა ისე როგორც არის დღეს დაშლილი ანუ წართვიო კვლევითი ინსტიტუტებიო ეს კვლევითი ინსტიტუტების უმეტესობაო თქვენო მომსახურეები უნდა გახდეთო და არ გჭირდებათო რის მეცნიერებაო რა ფიზიკის ინსტიტუტიო რა ქიმიის ინსტიტუტებიო რა ოპერაო რა სამედიცინო პროფილი ეს ფუფუნებაო აი ზუსტად ვციტირებ და ეს ინსტიტუტებიო ესე იგი ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფუნდამენტური და ასევე სამედიცინო პროფილის ყველაფერი ეს ინსტიტუტები საერთოდ დახურე გაუშვი ლიკვიდაციაშიო და ნუ რაღაცა რამდენიმე ინსტიტუტი გადაეციო უნივერსიტეტებსო რაც გაკეთდა როდის როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში მე ერთ-ერთი ვიზიტის დროს როდესაც მე პრეზიდენტთან ვიყავი ერთ-ერთი ვიზიტის დროს მიშა საკრებულოს თავმჯდომარე მე გვიანობამდე ისედაც ღამე დამიბარა პრეზიდენტმა მე გვიანობამდე გაგრძელდა ეს 3 საათი იყო თითქმის ეს შეხვედრა მე მოვედი იქ იმიტომ რომ აინტერესებდა საკრებულოს თავმჯდომარესაც და აინტერესებდა ცხონებული თბილისის მერი იყო ვანო ზოდელავა რა თქმა უნდა სახში არ წავსულ ვარ დაუბრუნდი იქ მელოდებოდნენ ჟურნალისტები აი ყველა იქ იყო რა აი BBC-ც და CNN-იც და სულ ყველა იმიტომ რომ ამათ შორის იყო კონფლიქტი ზუსტად იმ კონფლიქტურ საკითხთან დაკავშირებით და აინტერესებდა და მე არავის არ მივეცი ინტერვიუ ისეთი რაღაცები გავიგერო რომ ნუ რა ვიცი დავიდრგუნე ხმას არ ვიღებდი საერთოდ და რა თქმა უნდა მერმა მკითხა რომ ჩემზეო იყო საუბარი ან რაღაცა არა მე უთხარი ბატონო ვანო თქვენთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა საუბარი მეთქი განათლებასთან დაკავშირებით იყო და სააკაშვილმა მკითხა რაზე გელაპარაკათო ნუ რა თქმა უნდა იმას ვერ ვეთხოვდი ეხა შავი ძალა მოდისო დაანგრევენ ყველაფერსო ესენი ილაპარაკა როგორ გაანადგურებდნენ განათლების და მეცნიერების სისტემას ესეთი ეს კი უთხარი რომ მიშა მე უთხარი ესეთი უშუალო ურთიერთობა გქონდა საერთოდ ეს საერთაშორისო ძალები აპირებენ მთლიანად ამ განათლების და მეცნიერების მოშტობას მეთქინ როგორ და შემცირებები გაერთიანებები ლიკვიდაციები გაყიდვები ყველაფრის და შემცირებები ეხლა ყველაზე მთავარი გავაგრძელოთ იმ შევარდნაძე და მე ანუ მე აზზე მოვედი მეთქინ და თქვენ ბატონო პრეზიდენტო აჩერებთ ამ პროცესს მეთქინ ანუ კიო ვაჩერებ არ ვშლი მეცნიერებათა აკადემიასო მე თვითონ დამაინტერესა და ვკითხე გაგრძელებაო პრეზიდენტი მიყვება მე ეს აკადემიკოსებიო სად წავიყვანო და რაღაცა ეგენიო ნუ ეხლა
ნუ თქვენ მდგომარეობაში შევდივართო 1-2 წელიო მიეცითო საბიუჯეტო და დააფინანსოსო ხოლო შემდეგო როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებსო თავისი თავიო ან თავიანთი რავი საწევროებით თუ რითიც უნდათ დაიფინანსო თავიო ეხლა თქვენ გაგახსენდათ ქალბატონო ნინო რამდენჯერ იდგა პარლამენტში ამას სინებზეც გამოვიდა გახსოვთ გოცირიძე და რატო უნდა გქონდესო იმას მესიბათა აკადემიას ბიუჯეტიო ეხლა იყო ეს ზუსტად და სულ დგებოდა საკითხი და გააფთებული ბრძოლა იყო იმის რატო ნაციონალების ხელისუფლება კი არა ებრძოდა დაწერილია ეს პროგრამა საერთაშორისო ძალები მართავენ საქართველოს განსაკუთრებით განათლების და მეცნიერების სისტემას ძალოვან სტრუქტურებსაც და მათ უნდათ ესე და გააკეთეს ესე ეხლა მეორე დიდი პროექტიო რასაც მე ვაჩერებო მითხრა ეს არისო ის რომ უნივერსიტეტებიო აი როგორც სკოლები დაგვახურინეს გაგვაყიდინეს და მიწები შეისყიდეს და სააკაშვილის დროს აი რო იტყვიან ღერა ფანჯარა ზოგი ფანჯარას იპარავდა ზოგი კარებს ზოგი ბაქფები წაიღო და სახლები აიშენეს ზოგმარა და უნივერსიტეტებსო სკოლები კიდე აშენდება მანანაშვილო მაგრამ და საბავშვო ბაღებიც მაგრამ უნივერსიტეტები სხვა არისო მეროე საუკუნოვანი უნივერსიტეტებიო რომელიც ქართველი ერის იდენტობასთან მთელ ღირსებასთან ერის ღირსებასთანაა გატოლებული ჩვენი დედა უნივერსიტეტიო და ასევე ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე სამედიცინო, ასევე მაშინ არ იყო გაჩუქებული ბენდუგიდეზე აგრარული უნივერსიტეტი, თეატრალური, რა ვიცი, რომელიც ესენიო, გიდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პედინსტიტუტი და რაღაცა. ესენი შულო როგორ შეიძლება ამის ან დახურვა, ან ოპტიმიზაცია, ან შემცირება, ან ამის რაღაცა ნაწილის კორპუსების გაყიდვაო, ამას თავაზობდნო. გაყიდე ნაწილი კორპუსები და რაც დარჩებაო ცოტაო იმითო გაარემონტა ეს დარჩენილი კორპუსებიო მე უწევდი წინააღმდეგობასო და ეს სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმა მე ვიცოდი ეხლა რამდენი წელია პარლამენტის ყველა მოწვევის განათლების და მეცნიერების კომიტეტის ექსპერტი ვიყავი საზოგადოებრივ საწყისებზე და ასევე სხვადასხვა ფრაქციების პარლამენტში განათლების ექსპერტ კონსულტანტი ვიყავი წლების განმავლობაში და მე მიმიწვდებოდა დოკუმენტებზე ხელი და შესწავლილი მქონდა და მე მოვედი აზრზე აი ბრმას რო თვალებს აუხელი ისე ამ ეს პრეზიდენტი რომ საუბრებოდა ის თქვენო ჩაიხედეთ აბაო სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმაშიო კი მე ვთხარი პრეზიდენტო მაგაში ჩახედილი კი არა ზეპირად ვიცი მეთქი ხო და აბა ზეპირად თუ იცი მითხარიო რა წერია იქ სახელმწიფო დაკვეთაო რა ჩამიწერესო და მე მითხარი საყვედურიო ვასრულებ მე იმას თუ არა მე ვთქვი რა წერია იცით იმაში ქალბატონო ნინო იქ ჩაუწერეს შევარდნაძეს ვერ გაუბედეს უფრო მცირე და ეს დიდი რიცხვი არის 7000 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში და კერძო უნივერსიტეტებშიო ყველაში ერთადო 7000 კაცი მიიღეო და გამოუშვიო აი მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ მაყურებლებსაც და წამოვიღე ეს ციტატები ეხლავე წაგიკითხავთ ერთი წუთით შემცირების შედეგად გამოსეს ერთი წამით სად არის აი ნახეთ ესე იგი რა მოხდება უმაღლეს სასწავლებლებში ასე თუ გაგრძელდა პირდაპირ ციტატა იმ სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმიდან ნებისმიერ შეუძლია ეხლა ხო ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების წარმომადგენლები ეს არის მე ხარ ასაც წავიკითხავ საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების 1996-2000 წლების ინდიკატორი გეგმიდან რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი შევარდნაძე ნახეთ ასე თუ გაგრძელდა ასეთ პირობებში მომავალი საუკუნის პირველ წლებში უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებზე საშუალო წლიური მოთხოვნილება ნავარაუდევია არა უმეტეს 7000
კაცის ოდენობით. აღნიშნული მოთხოვნილება უნდა დაიფაროს როგორც სახელმწიფო შეკვეთის, აი ახლა რომ შემოაქვს სახელმწიფო შეკვეთის, ისე ფასიანის სექტორის და არასახელმწიფო საერო სასწავლებლების ერთიანი მისაღები კონტინგენტის ხარჯზე. გესმით? აი ახლა მე მივმართავ თქვენ ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს. 19 უნივერსიტეტი იყო მაშინაც. დღესაც 19 უნივერსიტეტს. სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა საუბარი. 19 უნივერსიტეტს. 19 უნივერსიტეტი რა თუნდა 7000 კაცს. ჯერ მარტო თესეუში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ამ წუთას არის 27000 სტუდენტი. ტექნიკურ უნივერსიტეტში ზუსტად არ 24000 თუ ნუ ისა. რა თუნდა ხალხო გადავამრავლოთ. მაშინაც იყო 4+2 მოდელი. მაშინ 4+2 მოდელი იყო, როდესაც მე ამას პრეზიდენტი მესაუბრებოდა. ეხლა ნახეთ მერე რა დაწერეს 2000 წელის პროგნოზით სახელმწიფო შეკვეთით უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები კონტინგენტი შეადგენს 5000 კაცს. რაც 1995 წლის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია. ხედავთ, ეს ჩაწერეს 2005 სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმაში. ხედავთ, მე დაუკლეს, იმიტომ რომ შევარდნაძის ტახტი შეირყა, მე მოდიოდა უკვე ეს ახალგაზრდა რეფორმატორები და იმას ჩაუწერეს ისა. ხო და აი ეგ იყო დროული მე ვუთხარი, მიშა საერთოდ სპობენ განათლების სისტემას მეთქი. რაო რაზე გელაპარაკ და აი ამაზე მელაპარაკა, იმას ეგონა ხა მასე. ნუ საერთოდ ხა კონკრეტულად ისე შევარდნაძეს რაც შეეხება ნეტ აფხაზეთის ომზეც ესეთი თავისი დაეწვა საქართველოს ინტერესი და სწავლა არ დაეწყო სოხუმში, აფხაზეთში 1 სექტემბერს, როცა თბილისში 14 სექტემბერს დაიწყო. აი ახლა უყურეთ რამდენი ადამიანი შეეწირა. კალბატონინო, ნახეთ სკოლებთან დაკავშირებით თქვენ ხო არ გონიათ მარტო უმაღლესებთან გქონდათ ეს დაგეგმილი ამ საერთაშორისო მრჩევლებს. ნახეთ ფასია რა არის დაგეგმილი სკოლებთან დაკავშირებით. ფასიან სწავლებაზე, იცით რომელ ფასიან სწავლებაზეა საუბარი, პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, 97 წელს 27 ივნის მიიღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და იქ ჩაწერეს 57 მუხლში და ესე იგი ფასიანის სწავლება შემოქონდათ კი ბატონო ეს კანონში წერია მაგრამ 57 მუხლი იყო გარდამავალი დებულებებში ჩაწერეს შეაპარეს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით, ესე იგი, საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა შეთანხმებოდი შენ საქართველოს მთავრობა, მოგცემდა თუ არა უფლებას, რომ მეათე კლასი, მეათე მე-11 კლასი, მაშინ მე-12 არ იყო, რომ ფასიანი ყოფილიყო თუ უფასო. დააწესეს ფასი, რატო? იმიტომ რომ ხალხს მაშინ ძალიან უჭირდათ და ფული არ ქონდათ რომ გადაეხადათ და თან რა დაგეგმეს, ნახეთ? და მოიცადა გაიყვანეს შვილები სკოლებიდან. ხალხმა ვერ გადაიხადა და ვისაც წინ უნდა გადაგეხადა პირველი სემესტრი თუ არ ქონდა ფული, ვერა. აბა დაუგდეთ ყური, რა დაგეგმეს? ფასიან სწავლებაზე გადასulis ღონისძიებების თანმდევი ერთ-ერთი მტკივნეული სოციალური პრობლემაა იმ 9 კლასს დამთავრებულთა დასაქმების საკითხი, რომლებიც სწავლას ვერ არ გააგრძელებენ მეათე კლასში. ესეც იქედან არის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმიდან. ვაგრძელებ კალბატონო ნინო ციტირებას. 1996-2000 წლებში მათი რიცხვი დაახლოებით 170,000 კაცი იქნება. ეს პატარა ბავშვები არასრულწლოვნები. 9 კლასს დამთავრებულები. აი რა უნდა უწოდო ამ ჩვენ მრჩევლებს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს? რა უნდა უწოდო და ეგენი უნდა გაუშვა ქვეყნიდან.
უნდა გაუშვა სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. აქედან 170,000 კაცი იქნებაო. აქედან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი გააგრძელებს სწავლას საშუალო სპეციალურ, ანუ პროფტექ სასწავლებლებში და პროფტექ ტექნიკურ სასწავლებლებში. უდიდესი ნაწილი კი შრომის ბაზარზე გამოვა. ციტატა ამოღებული სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმიდან 1996-2000 წლები შევარდნაძის მიერ დამტკიცებული ინდიკატორული გეგმიდან. და ამას წერდნენ ისინი. მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რასაც დაუდებს ხელისუფლებას, ეს არის. კაი, დღეს რა სიტუაცია? დღესაც იგივე სიტუაცია. იგივე ნახეთ. დღეს რამდენზე არის? აი, რამდენი სტუდენტი? ეხლა უყურეთ რა ხდება. იგივე სქემით მოქმედებს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, კიდე საერთაშორისო სხვა ძალები, ხილული თუ არა ხილული, ვინც რეალურად მართავს მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს. ნახეთ, რას ეუბნებოდნენ და რა ვთქვი? შევარდნაძე იქნებოდა სააკაშვილი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო, რას ეუბნებოდნენ? თქვენ ფული არ გაქვთ. ამიტომ გაყიდეთ ეს ბაგაბაღები დახურეთ. მიწებზე ხო დგას და დიდი ჰექტრობით ეზო ქონდა ბაგაბაღებს და სკოლებს. გაყიდეთ ეს შენობები, ეს მიწები, უძრავ-მოძრავი ქონება, იქნება ფული. ამით გაარემონტეთ ის ბაგაბაღი, ის სკოლა. იგივეს აკეთებენ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. 18-20 წელია ყველანაირი ინფლაცია მიდის და 2250 ლარი არ შეცვალეს. რატო არ შეცვალეს? ბიუჯეტში ხო არის ნამატი? 2250 გრანტის თანხა. სტუდენტი რომ მომზადეს 2250 ლარად მომზადება სპეციალისტი და კიდე უკვირს საქართველოს ხელისუფლებას რომ რატო მიდიან ახალგაზრდები? მიდიან იმიტომ რომ ისწავლონ, ჯერ ჩავიდნენ საზღვარგარეთ, ვისაც თანხები არ აქვს, ჩავიდნენ იქ, იმუშაონ, დააგროვონ ფული და რომ ისწავლონ. 2250 ლარად არაფერი არ მზადდება. 12,000 ევრო და 13,000 ევრო ღირს IB პროგრამები რომ არის, კერძო სკოლები და სკოლის მოსწავლის თანხა და 2250 ლარად ექიმი მომზადდება, ან ინჟინერი მომზადდება, ან ქიმიკოსი მომზადდება, ყველაზე ძვირი. აი შედით იმის ინგლისის ოქსფორდის და კემბრიჯის იმაზე ყველაზე ძვირი სწავლა ღირს საბუნებისმეტყველო იმაზე, იმიტომ რომ ქიმიის ფაკულტეტზე, მაგალითად, ყველაზე მედიცინაზე ძვირი ჯდება, რომ შენ გახდე ქიმიკოსი. ცოტა უფრო ნაკლები თანხა ჯდება ბიოლოგიურზე, ისიც ექსპერიმენტული საგანია და ცოტა კიდე იმაზე ნაკლები ფიზიკის. ანუ ყველაზე ძვირი ჯდება, სადაც ექსპერიმენტული საგნებია. ასევე ინჟინერია, იმიტომ რომ ინჟინერი არის ისეთი, სულ უნდა აკეთო. აგრარული მიმართულებები უძვირესი ჯდება. მე ამას წინათ შევისწავლე ინგლისის ისა რა ქვია, IS 2 წამყვალი აი ამ ხელა თანხები და მედიცინა არის ძვირი და არ მოუმატეს ეს, ამიტომ არის იმის ჩამოინგრა ეს შენობები. იურისტობა რა ღირს იურისტობა? ყველა ღირს 2250. იქ რა თქმა უნდა ბევრად გაცილებით ნაკლები. ჰუმანიტარული საგნები ღირს გაცილებით ნაკლები, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ იქ 100,000-ზე, 55,000-ზე, 80,000 ფუტი სტერლინგზე და 50,000-ზე და ამაზია საუბარი. და ნახეთ იგივე ისა გაყიდეთ ეს შენობები, არ დაუმალია, ეხლა პრემიერ-მინისტრი აქ რაშუაშია, მე საერთოდ ღიად თქვა, პრეზენტაციის შემდეგ მიბრძანდა იმედი ლაივში და განაცხადა, რომ კობახიძემ პირველი და მეორე კორპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩვენი დედა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსი არ გაიყიდება, მაგრამ მაგის გარდა არის 11 კორპუსი თუ რაღაცა. უმეტესობა არის ჭავჭავაძეზე. ნუ მაღლივი კორპუსი ვიცით, ის მაღლივიც გაიკეთე, ის ხო მაინც ახალი აშენებულია და თუ ავარიულია თუ რაღაცა ხო შეიძლება რომ გამაგრდეს. არა, ყველაფერი გაიყიდება, მიწის ნაკვეთებზე ხომ არის, ჭავჭავაძეზეა უმეტესობა, დაინგრევა და იქ აშენდება სახლები, ხო? და ვინ იყიდის? ვინ? ეს ფირმები ვისთანაა დაკავშირებული, ხო? ისევ სახელისუფლო, წრეებთან და რაღაცა. და უცხოელები.
და მარტო ჯავახიშვილი ხო არა, ამდენი უნივერსიტეტებია, ხო? სამედიცინო უნივერსიტეტი? სამედიცინო უნივერსიტეტს იცით რა, თეატრალური, სამედიცინო, აკადემია. ყველა გავა რუსთავში სამედიცინოს არა. იმიტომ რომ იმას არა აქვს იმ ხელა მიწის ნაკვეთი. საკმაოდ რატო? თეატრალური? კი, ყველა თეატრალურიც გადის. ყველა გადის, მაგრამ რუსთავი და იქ შეიძლება რომ დაანგრიონ და ააშენონ, მაშინ რუსთაველის თეატრსაც უკვე რაღაც დაემუქრება. ეს არ უნდა დაუშვათ. არა, რუსთაველის თეატრი რა შუაშია მთავარი არა, თეატრალური უნივერსიტეტი თუ იმას დაანგრევენ და სახლს ააშენებენ. არა, თეატრალურ უნივერსიტეტს არ დაანგრევენ. ეს იყო საუბარი მართლა საშინელ დღეშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელი რიგი კორპუსები. ყველა არა, თუ გაარემონტებ გაისებენ, მაგრამ ნუ იქ ჭავჭავაძეზეა და ეხლა იმდენი კორპუსია იქ. არა, მთავარი აქ რა არის იცით? მეხუთე, მეექვსე კორპუსების, არა. არის უამრავი უნივერსიტეტები, კაცო, მარტო თესეუ ხო არ არის? არა, მე უნივერსიტეტის კორპუსს ვამბობ, სხვა უნივერსიტეტები და მათი კორპუსები, ხო? მთავარი რა არის აქ? იგივე სქემა. გაყიდეთ და რაც დაგრჩებათ ის, იმიტომ რომ ამცირებენ კატასტროფულად რაოდენობას. ეხლა საინტერესოა ერთი წლის წინ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღონისძიება იყო რაღაც, პრემიერი იყო ჩასული, რა თქმა უნდა, მთავრობა, რექტორები ესენი ისინი და მე მოვისმინე იქ თქვა, რომ პრემიერმა თქვა ინტერვიუში, რომ საქართველოშიო დარჩებაო 2 უნივერსიტეტიო. ანუ სრულყოფილად, რომ უნივერსიტეტი რა არის, ყველა ფაკულტეტი უნდა იყოს და არა პროფილური უნივერსიტეტებად ხდება ახლა გადაკეთება, როგორც ადრე იყო. და ასეთიო ყველა ფაკულტეტი რომ იქნება, ასეთი იქნება 2 უნივერსიტეტიო, 2 უნივერსიტეტი დარჩება. არა, ესეთი განმარტება არ გაუკეთებია. ამას ეხლა ხო და რომელი? 2 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიო, ჯავახიშვილის სახელობის და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიო. ხო და ეხლა მე ვეუბნები ხელისუფლებასაც და მთავრობასაც რა. აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვენ თუ დაგიდეს 7000 კაცი სახელმწიფო დაკვეთა, მეტი არ გჭირდებათო, ან 5000 კაცი, ან ცოტა უფრო მეტი 19 უნივერსიტეტი ნამდვილად არ იქნება საჭირო 3-4 წელიწადში რა. ეს რაოდენობა დაეტევა ერთ უნივერსიტეტში. და დარჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ქალბატონ მანა, რამდენია დღეს? თუ იქნება ივანიშვილი ხელისუფლებაში და თუ არ იქნება, მაშინ არ დარჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ იქნება ერთი უნივერსიტეტი. რა მაინტერესებს, იცით, დღეს საშუალო რამდენი ყავს ჩვენ სტუდენტი, აი აბიტურიენტი საშუალოდ ყოველწლიურად რამდენი? სტუდენტი ყავს სტატისტიკის, აი ამ წუთას რაც დებს ოფიციალურად 187,800 და პრემიერ-მინისტრი რომ იყო პარლამენტში მიბრძანებული, თქვა რომ 150,000 სტუდენტი ყავსო დღეის მონაცემებითო. ამ წუთას თქვენ რომ შეხვიდეთ, თუ გინდ დაგუგლეთ, შედით 187,800 სტუდენტია ოფიციალურად სტატისტიკის დეპარტამენტში. კი ბატონო. და 110,000 დარჩებაო, ნუ უახლოეს მომავლისთვის გამოაცხადა. ანუ უცბად 40,000-იანი კლება. და აბიტურიენტი რამდენია სახელმწიფოზე არის 107,000. 107,000. ვინ მოგცემ შენ სახელმწიფო დაკვეთით 107,000? ქალბატონ მანა, აბიტურიენტი რამდენია? აბიტურიენტები აი საშუალოდ არის ძალიან საქართველოში. ხან არის 35,000, ხან 37,000, ხან 39,000. ხან 40,000, ხან მაქსიმუმ რაღაცა იშვიათად 42,000 იყოს. და ესე იგი, მე რა მაინტერესებს, აი ეს დაკვეთა, რასაც თქვენ საუბრობთ, რომ უნდა შემცირდეს სტუდენტების რაოდენობა. როგორ უნდა მიაწოდო ხელისუფლებამ ხალხს, რომ აი რა არჩევით ხდება ეს? შრომის ბაზრის კვლევითო. კი, მაგრამ აი ნახეთ, მაგალითად ოჯახში არის, რა ქვია, აბიტურიენტი. ესე იგი, ეს როგორ ვის შეეხება, ანუ პირდაპირ ამბობენ თუ ყველას ექნება უფლება ჩააბაროს და არა, ჩაბარებით ყველა ჩააბარებს, მაგრამ ვინაიდან ადგილები იქნება მნიშვნელოვნად შემცირებული. ძალიან მაღალი იქნება თამასი. კი, მაღალი იქნება. მაგალითად, ქიმიის ფაკულტეტზე მე რო ვაბარებდი
2-5 და 2-4 უნდა მიგეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდებოდი. როგორ იყო? ბავშვებმა არიციან, ეხლა 5-იანი ამათ უდაბნოში გონი. ანუ 2-10 თქვენ ენაზე და 2-9 უნდა მიგეღო. რო ქიმიის ფაკულტეტზე სადაც ბარდებოდა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ქართული წერა, სამივე მათემატიკური საგანი. კონკურსები იქნება ძალიან დიდი. მაღალი და მოხდა, აი სასწაული მოხდა, მე რა მაინტერესებს, იცით რომ ეხლა ვინც დარჩება სახელმწიფოში, გაჩნია როგორი წესი იქნება ჩარიცხვის კერძო უმაღლესებისკენ უნდა აიღონ გეზი, მაგრამ ეხლა უყურეთ რა მოხდება კერძო უნივერსიტეტებში. ყველას ხო არ აქვს ფული რომ გადაიხადოს კერძო უნივერსიტეტში უფრო ძვირი ღირს 2250 ლარზე უფრო ძვირი ღირს ხო ბევრად ძვირი ღირს ამიტომ ვერ ჩააბარებენ უნივერსიტეტებში ვერ ჩააბარებენ და ეხლა არა ერთი წუთით ჯაჭვი შეიკრება ხელისუფლებას მიმართავ და ხალხსაც რომ უხარია ძალიან კარგი იქნება კონკურსი ბოტებს და ტროლებს მიმართავ ქართული ოცნების თქვენი შვილებიც და შვილიშვილებიც დარჩებიან გარეთ. რა გიხარიათ ხალხნო? და რა არის ეს რომ ყველას არ უნდა კონდეს უნივერსიტეტი დამთავრებული? რატო არ უნდა კონდეს? თუ კი ქართველ ერს აქვს სწრაფვა. მიეცი ცოდნა ბავშვებს გაამკაცრეს სკოლებში, ასწიეთ ცოდნის დონე და თუ უნდა ჩაბარება ჩააბარონ. რა ჯობია მაგას? 5 წუთი დაგვრჩა და ის სკოლაზე არ გვისაუბრია, თუმცა მე რა მაინტერესებს, აი რა კითხვა მინდა დაგისვათ. დაუშვათ მოხდა სასწავლი და აბარებენ ქიმიურ ფაკულტეტზე, ხო? თუ არის კიდე დღეს ეგეთი ფაკულტეტი? კი არის, არა. ცალკე ფაკულტეტი არ არის. ზუსტი და საბუნების და ვინც აბარებს, ყველა მიიღო უმაღლესი ქულები. როგორ გაფილტრავენ მე ამას? ეგ გამორიცხულია. ეგ გამორიცხულია, ყველა როგორ მიიღებს, მათ შორის რაღაცა იქნება განსხვავება და ის უპირატესობა მცირედი, არ გახსოვთ ნახევარი ქულა წყვეტდა საქმეს. ესე იქნება. ადრე იყო სამედიცინო. ესე იქნება და მთავარი რა უნდა ვთქვათ, ქალბატონო ნინო? დენადობა ხალხის ემიგრაციაში წასვლა იქნება ძალიან მაღალი პროცენტი. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ქართველ ერში ჯერ კიდევ არის სწრაფვა სწავლისადმი. მაგას არ დათანხმდება ქართველობა, ვინც ვართ აქ შემორჩენილი, აიყრებიან ოჯახებიანად და სწავლენ. და დღევანდელი ჩვენი მინისტრი ძალიან ახლოს ვიცნობ წლებია, მგონი ათეული წლებია, როგორც ადამიანი გივი არის ძალიან კარგი მიქანაძე, მაგრამ გამოდის და ღიად თქვა ეს, ღიად არ უნდა თქვათ ეს ზრახვები. აიო ჩვენო ამ რეფორმასო იმიტომ ვაკეთებთო უნივერსიტეტების რეფორმა რო დაიწყორო. პროფებში იქნებაო ადგილებიო და იქ სწავლენო. აი თქვენ შვილები გაუშვით პროფებში და თქვენი შვილები რატომ სწავლობს კერძო სკოლაში? სულ ყველა თანაც IB პროგრამებზე და კერძო სკოლებში დატოვეს იმიტომ რომ ის ევროპული საგანმანათლებლო პროგრამებია და ისინია 12 წლიანზე იმას ვერ შეეხებიან თან თავიანთი შვილები სწავლობენ და თან იცით რა აქ არის სიტყვების თამაში აი ბოლონიას არ უშლის ბოლონიის პროცესში ეს არის რა შუაშია ხალხს რო აბნევთ ქალბატონო ნინო 12 კლასი თუ არ გექნება დამთავრებული ვერც ევროპულ უნივერსიტეტებში წახვალ, ვერც ამერიკულ უნივერსიტეტებში წახვალ, არ მიიღებენ საერთოდ. აი რატომ, აი რა უნდა იყოს მამოძრავებელი ამაზე, აი რატო აკეთებენ ამას? ვაიმე, ხალხი მცირდება. პროფესორ მასწავლებლები უნივერსიტეტებში, სკოლებში მასწავლებლები, მერე ბავშვებზე ხო ვაუჩერი გაიცემა. მცირდება თანხები და იმ თანხების რო ამბობენ ეკონომიკა ყვავისო თუ ყვავის მაშინ დაუმატონ პირიქით მცირდება განათლების ისა ანუ თანხები ანუ ეს არის რეფორმა თანხები ეს არის რეფორმა რაც შევარდნაძის დროს იყო იგივე გრძელდება სულ და დამკვეთი იგივეა რა თქმა უნდა და შემსრულებელიც და ამ რეფორმის დამწერიც და სკოლა ეხლა როცა რეფორმაზე საუბრობ, რაც არ უნდა ისაუბრო და რაც არ უნდა გააკეთო, თუ სკოლაში არ აწევ ცოდნის თამასას, ალბათ დამეთანხმებით არაფერი არ გამოვა, ხო? ამაზე თუ ზრუნავს ვინმე. მე არ გულისხმობ კერძო სკოლას, მე გულისხმობ საჯარო სკოლას. არავინ არ ზრუნავს,
არანაირი პასუხისგებლობა არ არის, 5-ჯერ დაწერეს ეროვნული სასწავლო გეგმა და ესა და ის, მე იცით, არაფერი არ გაკეთებულა. აი სკოლები კიდე ისა, მომიწვიეთ ქალბატონო ნინო, იმიტომ რომ სკოლებთან დაკავშირებით? მომიწვიეთ, იმიტომ რომ ჯერ აი გუშინდლიდან დაიწყო, უпростоრად დღევანდლიდან დღეს მივიდა თუ გუშინ მივიდა სკოლებში გასახილულად აწი იწყება ისა და მომიწვიეთ მაგასთან დაკავშირებით და მე იცით რა მინდა, რითი მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით. ბევრი გიყურებთ ქალბატონო ნინო და მადლობა ამ გადაცემებისთვის. მე მომწონს თქვენი გადაცემები, როცა დრომა ყოველთვის უყურებ ხოლმე ღამე გვიან. ხო და იცით რა არის, მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, მე არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, თუ ჩემსავით საღამოს გვიან ნახეთ ელი დღე ყოფილა. ბატონი ბიძინას სურათებია და წერია პირველად საქართველოს ისტორიაში უფასო ის. ბატონო ბიძინა, ძალიან გთხოვთ, მინდა რომ წამდეს. მაინც მებრძოლი და ოპტიმისტი ადამიანი ვარ მე და სუვერენიტეტისათვის ბრძოლა, საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლა თქვენ გაქვთ დაწყებული. და არამჯერა, იმიტომ რომ ეგრა სუვერენიტეტი რაღაცა სეგმენტში კი მე მჯერა ვიწრო სეგმენტში. მოდით გააკეთეთ ისე რომ აი ამ თქვენ სურათებზე როა დღეს წარწერა რომ თქვენ იბრძვით იმის არა, იბრძვით კი არა, რომ უკვე არის უფასო განათლება. ძალიან გთხოვთ ტოტალურად ნუ შეამცირებთ ადგილებს, ნუ დაეყრდნობით ბაზრის მოთხოვნებს, რასაც დაგიდებენ ციფრებს. დიდი სხვაობა არ გაუშვათ აი ეხლა მიმდინარე სასწავლო წელს რაც იყო ჩაირიცხა და რაც 2025-26 წლის, ანუ შემოდგომისთვის ჩარიცხეთ ეს ბავშვები, ანუ ნუ შეამცირებთ ადგილების რაოდენობას და თქვენ იკითხავთ როდემდე მე საერთოდ კაცრი ცოდნა მიყვარს და მკაცრი მასწავლებელი. იცით როდემდე ბატონო ბიძინა? აი უნდა აიწიოს ცოდნის დონე სკოლებში. მიეცით ბავშვებს რამდენიმე წელი. ალბათ დაჭირდებათ მინიმუმ 2-3 წელი. რომ გაძლიერდნენ. და მერე დაიწყეთ ცოტა ადგილების შემცირება ისიც გონივრულად უფრო ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. და რატო უნდა შემცირდეს ადგილები? არა, ჰუმანიტარულზე ცოტა შესამცირებელია. რატო აი მე მაგალითად ყველა შვილს აქვს უფლება, ყველა ადამიანს უფლება აქვს რომ ისწავლოს, ხო და ვიღაცამ რატო უნდა განსაზღვროს? და არა, იცით რა, კონსტიტუციაში თუ შევიტანთ იმას კიდევ ერთი, ანუ 2 თხოვნა მაქვს ეხლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის. კი, 3 წლიანი უმაღლესი განათლება. საბალდებულობა ჩაიწეროს კონსტიტუციაში. აი მაშინ მართლა შეხვალთ თქვენ ისტორიაში. ეს პატრიოტ ალიანსის იმაში არის სხვათა შორის პროგრამაში. პროგრამაში? კი ბატონო და გააკეთეთ ეს. აი მაშინ გამართლებული იქნება დღეს რაც სოციალურ ქსელებში ტრიალებს თქვენი სურათი და წარწერა ასეთი. მეტა ვინმე მენა მიუტანოს და დაგიძახონ და ელაპარაკოთ როგორც შევარნაძოს ისე ბიძინა ევანიშვილს. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. ეს საბრძოლოა სკოლასთან დაკავშირებით სიამოვნებით მოგიწევთ, იმიტომ რომ მე ვიცი, თუ იქიდან არ დაიწყება, არაფერი არ გამოვა ის. არ გამოვა, ეხლაც ეგთხოვე მე ბატონ ბიძინას. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა. მოკლედ ყველაფერში საბრძოლო გვაქვს, ყველაფერში. აი სადაც არ უნდა გაიხადო, უნდა ვიბრძოლოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ერი და საქართველო. მე ესეთი არაფერი არ მინახავს. თქვენ გააქვთ იმედი, რომ ეს რაღაცნაირად გადავლახავთ ამ უნივერსიტეტებს? აი როგორც არაბულ თემასთან ახლა სულ ყველა ხმამაღლა ვსაუბრობთ, ისე უნდა ვისაუბროთ ამაზეც, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ვინმეს დაუწესოს შენ ისწავლე და შენ არა. ამის უფლება არ აქვს, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, ჩვენი შვილების უფლებაა და თქვენ ამის უფლება არ აქვს ხელისუფლებას მიმართავ. საბრძოლოა ქალბატონო მანანა. და ხალხი როწერს ქალბატონო ნინო უთხარით რა თქვენებურად ესე ხალხი წერს ძალიანაც კარგი რატომ უნდა ისწავლოს? აი ხა თქვენ ხო ახსენით რომ ეს უფასო სწავლება არის სატყუ არა, იმიტომ რომ თქვენი შვილი მაინც შეიძლება ვერ მოხვდეს ამ უფასო სასწავლებელში, იმიტომ რომ ძალიან აიწევა კონკურენციის ზედაზღვარი და შეიძლება ყველამ ეს 4-10-იანი ვერ მიიღოს.
და დარჩეს თქვენი შვილი უსწავლელი. აი როგორ არის, იცი, ცალი ხელით რო რაღაცას გაძლევენ და მეორე ხელით რო საძირკველს გითხრიან. აი ამ მდგომარეობაში ვარ დღეს საქართველოში. თავი არავის არ მოვატყუებინოთ რა, ჩემი თხოვნა. დავიცვათ ჩვენი, არ ვიცი, ყოფა. მე ესეთი სიტუაცია არ მახსოვს, ნუ. ყველაფერში აი არ არის არაფერი, სადაც საბრძოლო არ არის. აი ახლა მეუბნებიან რომ უკვე ძალიან გადავაცილეთ დროს. დიდი მადლობა ქალბატონო მანანა და მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ნახვამდის.